ეს არის ბოლო 10 წლეულის ყველაზე საინტერესო ფაქტი. იცოდი, რომ კრეატინი არ არის მხოლოდ მოდა. ის წლები აძლიერებს ვარჯიშს და ამის უკან დგას მყარი მეცნიერება. კრეატინი არის აზოტოვანი ორგანული მჟავა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედებისთვის ენერგიის მიწოდებას, განსაკუთრებით კუნთოვანი უჯრედებისთვის. მაგრამ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს კრეატინს შეუძლია გააუმჯობესოს შესრულება 15%-მდე. ასევე გვეხმარება კუნთოვანი მასის და ძალის მომატებაში. თუ ვარჯიშობ, ჩნდება კრეატინის დანამატის სახით მიღების საჭიროება, რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმით, როგორებიცაა აბი, ფხვნილი და ასე შემდეგ. კრეატინის დანამატები კუნთოვან უჯრედებში იწვევს მრავალ ცვლილებას, რაც შენს სხეულს მიანიშნებს კუნთური მასის გაზრდის შესახებ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სინთეზურად წარმოებული დანამატი არის კრეატინ მონოჰიდრატი, მაგრამ კრეატინს შენი სხეულიც აწარმოებს. და ის შეგიძლია იპოვო ისეთ საკვებში, როგორებიცაა თევზი და ხორცი. ან მიიღო ამინომჟავებით მდიდარი საკვები, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს კრეატინის წარმოებაში. ეს მოიცავს არგინინით, მეთიონინით და გლიცინით მდიდარ საკვებს, როგორებიცაა თხილეული რძის პროდუქტები, კვერცხი, ზღვის წყალმცენარეები, ლობიო და ასე შემდეგ. გამოიწერე ჩემი გვერდი მეტი მსგავსი ვიდეოსთვის.